მერე მოხდა ცუდი ამბავი ტრაგიკული ისტორია. ხო, ტრაგიკული ისტორია ის, რომ შვილი დაეღუპა. ერთ-ერთ საცდელი ის ქონდა რა. ტესტ დრაივი ქონდა. არა, ტესტ დრაივი სხვა რამეა. თუ აბარა იმას ტესტავდა რა ქვია. ერთ-ერთ მანქანას ტესტავდა რა, რომელიც ხო, პრინციპში ტესტ დრაივია. ხო, სატესტო პილოტი იყო შვილი რა. არა, შვილი არ იყო, კაცო, სატესტო პილოტი ვერ მოვიდა თუ რაღაცა მოხდა რა. და დაჯდა ეს ბიჭი. ჟანი. ხო, ანუ შვილი დაჯდა და თან როგორი ცუდი რაღაცა მოხდა, რომ მაგ დროს, როცა მანქანა იტესტებოდა მაგ გზაზე, თავიანთი საოჯახო მიწა ჰქონდათ რა. და მან ტესტავდნენ. ხო. მაგ სოფელი, ეგრეთ წოდებულ სოფელი. საკუთარი სატესტო. ხო, საკუთარი სატესტო სარბოლო გზა ჰქონდათ რა. მოკლედ. და მანდაც რო პოსტალიონები არიან რა. პოსტალიონი არაფხიზე მდგომარეობაში, კაროჩი. დაიჯახა? არა, ვირზე შეჯდა და კაროჩი უნდა გავიდეო სამუშაოდ. თრალი. ველოსიპედით თან. თან ველოსიპედით. და ეს კიდე როგორია, მაღალი სიჩქარით მოდიოდა და მოსახვევში, როგორი ის ადგილი იყო თან, მოსახვევში რო გამოდიოდა, მე იყო თავდაღმართი. გაიგე? ხო. და იმდენად მაღალი სიჩქარით მოდიოდა, მოსახვევში რო შემოვიდა, რომ დაინახა ის ველოსიპედიანი ადამიანი, ხო? დატორმუზება და აცდენა კიცა და მარა გაიჯახა. ხეს ისეთი სისწრაფით შეასყდა, რომ მანქანა სიგრძეში ორად გაიხო. წარმოიდგინე. და ის ბიჭი ადგილზევე მოკვდა. ვა. ისეთი სიჩქარით მიდიოდა. აი ეგეთი ტრაგიკული ისტორია მოხდა.